ზესტაფონის მერის წარდგინებით ვიცემერის პოზიცია ზაზა ხვედელიძემ დაიკავა. მოადგილის თანამდებობაზე კი ნინო ჭაბუკიანი დაინიშნა. ორივე მათგანი აღმასრულებელი ხელისუფლების წამყვან პოსტებზე, როგორც ვახტანგ ღამბაშიძე ამბობს, საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით შეუდგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. რამოდენიმე დღის წინ მოხდა მოადგილების დანიშვნა, გავაცანი ისინი თანამშრომლებს ორთავეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის, თავის ცოდნას და გამოცდილებას მაქსიმალურად მოახმარენ ჩვენ მუნიციპალიტეტს და ერთობლივი ძალებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ზესტაფონის ვიცემერობამდე ზაზა ხვედელიძე წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში. მინდა ვისაგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვახტანგ ღამბაშიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემი მიზანია ჩვენს გუნდთან ერთად ბატონი ვახტანგის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში განვახორციელოთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები და სხვადასხვა პროექტები, რომელიც განავითარებს ჩვენს მუნიციპალიტეტს, გახდეს უფრო ძლიერს, უფრო ლამაზ, ვიდრე არის დღეს. ასევე ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ ახალგაზრდა თაობაზე, განვახორციელოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს სასწავლო ცხოვრების წესის დამკვიდრებას და განვითარებას. ნინო ჭაბუკიანი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერას მერის მოადგილის პოზიციიდან შეეცდება. წლების მანძილზე ის სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა თბილისში, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში. ხარული ვარ შემოთავაზებით, რომელიც მივიღე ის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მაქვს თვითმმართველობის სისტემაში მუშაობით, მაძლევს იმის საფუძველს და შესაძლებლობას, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დავნერგოთ სიახლეები და გავაგრძელოთ მოსახლეობაზე ზრუნვა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია ინსულინით მომარაგებასთან დაკავშირებით. უპირველესად აღნიშნავ, რომ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი საქართველოში, მათ შორის და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვები სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის Sanofi Aventis-ის წარმოებული, უბრალოდ ეს გერმანიაში იწარმოება საშუალებებით ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს ევროპის არაერთი განვითარებული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში. ახლა მინდა აღნიშნო, რომ თუ რამ გამოიწვია გარკვეული მცდარი ინფორმაციის გავრცელება და რაზეა საუბარი, მინდა რომ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით კარგად იყოს ინფორმირებული. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება ინსულინი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Novo Nordisk. ეს არის დანიური კომპანია. წელს 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან, სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია, იქიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა შესრულების. განვიხილავდით ყველა შესაძლო მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, თუმცა დღემდე, ესე იგი, დასაწყისიდან მოყოლებული ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკის ვალდებულებებს. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს ამ ყველაფრის აღნიშვნა. ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით გამოწვეული, რომლებიც სამწუხაროდ ზოგჯერ ოზემპიკის რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებული და დაინტერესებული, რის გამოც გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის მაღალ ხელმძღვანელობასთან. პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში, რომლებიც ჯერ ოქტომბერში დაგვირდნენ, სხვათა შორის იმხანად, რომ უახლოეს მომავალში ნოემბრის დასაწყისი რიცხვები იყო მითითებული, მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების მათი მხრიდან შესრულება. ახლაც, აი დღესაც იწერებიან და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება დარჩენილი რაოდენობის მოწოდება. მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება ვიმეორებ არ არის შესრულებული. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქციის მიმართ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ რაიმე ხისტი გადაწყვეტილება, ვიმეორებ მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე.
რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმე ეს აჟიოტაჟი ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციების საბაბად გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ხაზგასმით ვამბობ ამას ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სანოფის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება, რომ მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული, რა თქმა უნდა. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე და არა რომელიმე დაბალი ხარისხისაზე. იციან ეს რა კი გადავწყვიტეთ, რომ მათ უფლება აქვთ ამ ცვლილებების მოსალოდნელობის შესახებ სწოდნოდათ წინასწარ. და ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დეზინფორმაცია. მინდა ახლა მედია საშუალებებს მოუწოდო, რომ თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია თავისთავად სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ესე იგი უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში აბსოლუტურად თავისუფლად ხელმისაწვდომია, უწყვეტად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხების არსებობა ამ მიმართულებით. ამასთან თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა რეალურად არ შეექმნება. ყველას ჯანმრთელობას გისურვებ. ზესტაფონში სხვადასხვა ლოკაციებზე 6 თვეში დამატებით ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობის 68 კამერა დამონტაჟდა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში 8552 ვიდეოკამერაა განთავსებული. აქედან 187 ბოლო 6 თვეშია დამატებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს. სტატისტიკის მიხედვით კამერების ყველაზე დიდი რაოდენობა განთავსებულია თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. აღსანიშნავია, რომ წელს 6 თვის მანძილზე ყველაზე მეტი კამერა დაამატეს ზესტაფონში, თბილისსა და სამტრედიაში. იმერეთის რეგიონის სტატისტიკის მიხედვით სულ დამონტაჟებულია 829 მოწყობილობა. აქედან 520 ზოგადი ხედვისაა, 309 კი ნომრის ამომცნობი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურემ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილით.